ხტომაზე დასწრება ვერ მოახერხე სამწუხაროდ, თუმცა როგორც გავიგე, რო გავასკენ ზუსტად იგივე მოხდა რაც პირველ ხტომაზე, არაფერი არსებითი განხილვა ჯერჯერობით არ ყოფილა, არსებითი განხილვა იწყება 13 ივლისს იქნება, უკვე შემდეგი სასამართლო როდესაც გადაიდო ეს ხტომა, დღეს ისევ იგივე მოხდა რაც წინა სასამართლოზე, უბრალოდ თქვენს იყო აღიარებითი ჩვენებები, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ნახო აღიარეს უბრალოდ თავისი დანაშაული და ამითი შემოიფარგლა მხოლოდ ამ ეტაპზე ეს სასამართლო პროცესი. ძალიან ბევრი გარდა იმისა რომ ეს ხმები დახურული არის გრიფით საიდუმლო ატევს საქმეს და საქმეში რა დევს ესეც კი არ ვიცით. თქვენ თუ გაძლევენ აი ამის სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობას ან რა ვითარებაში ეცნობით საქმის მასალებს დღეს მაგალითად ამ ბრალდებული ძალოვანების ადვოკატებმა ისიც კი არ გითხრეს რომელი ბრალდებული რომელ ეპიზოდზე არის და ვის ცემას ედავებიან ამა თუ იმ კონკრეტულ ბრალდებულს. გითხრეს რომ ამის უფლება არ აქვს და პროკურატურამ აუკრძალა საქმის დეტალებზე ლაპარაკი მათ საჯაროდ. აი რა დევს საქმეში თუ არის თქვენთვის ცნობილი რა დონეზე გაცნობენ საქმის მასალებს? კი ბატონო, მე ჩემთვის არის ცნობილი ვინ არიან ეს ორი ადამიანი, კონკრეტულად რა ჩაიდინეს მათ, თუმცა გაუთქმელობაზე მაქვს ხელი არ მომეწერია, სიტყვიერად იყო ამის გაფრთხილება, შესაბამისად არ შემიძლია დეტალების თქმა, თუმცა ხო მე ვიცი ეს დეტალები, თუმცა მაინც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არის ეს ყველაფერი, როდესაც წელიწად ნახევარი ხელისუფლება გვეუბნებოდა რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ვერ ხდებოდა მათი დადგენა ვინ იყვნენ ესენი და უცებ 10 დღით ადრე სანამ ეს ამ ადამიანებს დააკავებდნენ, არანაირი სიახლე არ ყოფილა ჩემს საქმეში და უცებ ჩნდება ორი ადამიანი, რომელსაც აკავებენ, რომელიც არსაიდან ჩნდება აქ, რაც აჩენს დიდ ეჭვებს, რომ ეს ადამიანები არავინ არ იცის რა პირობებში მოხდა მათი იდენტიფიცირება, რა პირობებში მოხდა მათი იმის დადგენა, რომ ესენი არიან მართლა დამნაშავეები. უბრალოდ ერთადერთი რასაც ვისმენთ არის აღიარება და ბოდიშების ხდა, რომ არ მოიქცეს სწორად, თუმცა ხო ვერანაირად ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ზუსტად ესენი იყვნენ იმ პირობებში, როცა ამდენი ხანი არანაირი მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ საქმე გამოევლინა, როდესაც იყო ამდენი თვითმხილველი ის ადამიანებიც ეს ვიდეო გადაიღო, აქეთ იქოწებოდა, რომ ჩვენება აიღოთ მისგან, მაგრამ არ იყო არანაირი რეაგირება. მთელი ამ დროის განმავლობაში არც ერთი 10 მეთაურის თუ რაღაც დაჯგუფების დანაყოფების მეთაურები არ ყოფილან დაკითხული, არც ერთი სპეცრაზმელი არ ყოფილა გამოძიებული ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ იქნებ ვინმე მიცოდა რა ხდებოდა. ასევე ზუსტად იცოდნენ როდის და რა ადგილზე მოხდა ეს ყველაფერი, შესაბამისად იცოდნენ რომელი დაჯგუფება მუშაობდა კონკრეტულად იმ დროს იმ ადგილზე, თუმცა არ ხდებოდა არანაირი გამოძიება. ის ფაქტიც კი, რომ ჩემ ქურთულზე ჩემი სისხლი იყო, ამის დადგენა მოხდა ძალიან გვიან, ძალიან დაგვიანებით და ხო. ისინი არიან კი ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად თქვენს ეპიზოდში მონაწილეობდა, ამის თქმა შეგიძლიათ? ამის თქმა არ შემიძლია მე არანაირად, მე არ ვიცი ეს ადამიანები მართლა იგენი არიან თუ უბრალოდ სხვა ადამიანები, ვისაც მარტივად მოყვათ ხელში, ან ვისაც მარტივად შეუთანხმდნენ რაღაცა გარიგებაზე, რის გამოც დროებით ჩაჯდებოდნენ ციხეში და შემდეგ რაც შუმად გამოაპარებენ, მათ დარწმუნებული ვარ. ვერასდროს ვერ ვიქნები დარწმუნებული ეს არიან ის ადამიანები, იმიტომ რომ მე ერთადერთი რაც მახსოვს იმ დღეს იყო ის რომ დავინახე ერთი ადამიანი, რომელიც შემსკენ გადმოხდა საკმაოდ განრისხებული თვალებით, ერთი დარტყმით დამაგდო ძირს და შემდეგ უკვე გარშემო ყველა მხრივ მიიტყავნენ სპეცრაზმელები, თავზე მქონდა ხელები აფარებული და ვთხოვდი რომ მომიტყავთ თქვა, მაგრამ მაინც აგზავნდნენ ჩემს ემას და მაგ მომენტში გავიტიშე მე ერთადერთი მახსოვს იმ ადამიანის თვალები, სხვა მე არავინ არც ერთი ადამიანის იქ თვალებში არ ჩამიხედავს და სახეზე არ ჩამიხედე მიუხედავად იმისა, რომ ეკეთათ მიღბები. შესაბამისად იმ კონკრეტულ ფაქტში არ მონაწილეობდა მხოლოდ ორი ადამიანი, იქ იყო ის ერთი ადამიანი, რომელსაც თავიდან დამარტყა და დამაგდო, მე ის ადამიანები, რომლებიც გარშემო ყველა მხრივ მიიტყავდნენ, შემდეგ ის ორი ადამიანი, რომელიც ჩანს კადრებში, რომ ჯერ ერთი ადამიანი, რომელიც ქუსლს მიიტყავს და მე მეორე ადამიანი, რომელიც სიახლს მიიტყავს. მხოლოდ ეს ორი ადამიანი ჩანს კადრებში და შესაბამისად მანამდე რაც ხდებოდა, რაც კადრებში არ არის ნაჩვენები, არიან ამის გარდა, ამ ორი ადამიანის გარდა არის სხვა ბევრი ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ჩემს საქმეზე არის დამნაშავე, ასევე არა მარტო ჩემს საქმეზე 170-მდე ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილი ადამიანი ყავს დღეს სახელმწიფოს მიერ და დაკავებული არის მხოლოდ 5 ადამიანი, ანუ ესე
გამოდის, რომ ესე იგი 5 ადამიანმა ცემა 170 კაცი და სამართლიანობა და როგორც გვიმტკიცებენ ქართული ოცნების წევრები სამართლიანობა აქვს და ეს იყო რაც ერთეული გადაცემები, რომ მხოლოდ 5 ადამიანს აი ეს სამართლიანობის განცდა თუნდაც კონკრეტულად თქვენი ეპიზოდი რომ ავიღოთ და თავი დავანებოთ სხვა ფაქტებს, ძალადობის სხვა ფაქტებს, რომელიც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ხო, აი კონკრეტულად თქვენს საქმეზე გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა, როცა ხედავთ რომ თქვენთვის საეჭვოა რამდენად ნამდვილად პირები არიან, თუმცა გარკვეულ პირებს მოეთხოვათ პასუხი. რა თქმა უნდა, სამართლიანობა ვერ აღსდგება, თუნდაც ამ ეტაპზე დააკავეს ადამიანები, ყველა ის ადამიანები, ვინც იმ დროს წლში დამატებულსაც ირსვეგდა, იმიტომ რომ დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენა არ არსებობს, როდესაც ამდენი ხანი გადის, ამდენი ხანი აფარებ ხელს, ესე იგი ნიშნავს, რომ შენ სისტემურად ძალადობა ადამიანებზე, ცდილობ რომ დაფარო სისტემური ძალადობა და არ გამოავლინო ის ადამიანები, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ვერასდროს ვერ იქნება სამართლიანობა აღდგენილი, იმიტომ რომ ის სამართლიანობა არის უკვე დაგვიანებული, ასევე ჩემთვის პირადად მე არაფერს არ მომცემს ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ მას და ციხეში ამოყვნენ თუ არ ვიცი, ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს, საერთოდ არ მაქვს ამ ადამიანის მიმართ არანაირი ზიზღი და ბრაზი, ერთადერთი რაც მინდა მე არის ის, რომ აღარ ხდებოდეს ამ ქვეყანაში სისტემური ძალადობა, ეს ხელისუფლება იმ ნარატივით მოვიდა ქვეყანაში, იმ მოტივით მოვიდა, რომ უნდა აღესრულებინა და უნდა დაესრულებინა სისტემური ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ რეალურად როგორც ხედავთ, ისინი არიან დღეს ის ადამიანები და ის რაც დაჯგუფება, რომლებიც ესე მასობრივად ძალადობენ და სისტემურად ძალადობენ ადამიანებზე, ასევე არა მხოლოდ ძალადობენ, არამედ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნიათ ადამიანს იმას ართმევენ, დღეს ყავს უამრავი რეჟიმის ტყვე, რომლებიც იხდიან, რომლებიც არიან ციხეში, აბსოლუტურად არანაირი მიზეზის გარეშე, არალოგიკური და დაუსაბუთებელი არგუმენტებით და დაუსაბუთებელი ფაქტებით ზიან ციხეში. ვერანაირად ის ადამიანების რომ გამოუშვენ ციხიდან და ის მოსამართლეები დააკავონ, ვინც ეს და ის ცრუ მოწმეები და ცრუ მრავლდებლები დააკავონ, მაინც არ აღდგება სასამართლო, იმიტომ რომ სამართალი მაინც ვერ აღდგება, იმიტომ რომ ის დრო და ის სისხლი, რომელიც დაიღوار და ის დრო, რომელიც დაიკარგა ამ ადამიანებისთვის, ვერაფერი ვეღარ აღუდგენს მათ სამართალს. ზვიად, როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა მაინც ქართულმა ოცნებამ ეს ნაბიჯი და აი თქვენ საქმესთან დაკავშირებით დღეს არიან კონკრეტული ბრალდებულები, ხო? 3 შემთხვევა არის, რომელიც ქართულმა ოცნებამ აღიარა დარღვევად, ეს არის გურამ როგავა, ლევან ხაბეიშვილი და ზვიად მაისაშვილი. რატომ გადადგა ქართულმა ოცნებამ ეს ნაბიჯი და თქვათ, რატომ არ გააგრძელა იგივე არგუმენტით თავის გამართლება, რომ იდენტიფიცირება არის შეუძლებელი და ამიტომ ვერ სჯიან თურმე დამნაშავეებს. წელიწად ნახევარი მოახერხეს მათ და იყვნენ ამოფარებულები იმ ნარატივის უკან, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება. თუმცა შემდეგ შეიცვალა გარემო პირობები, საქართველოში ამოქმედა მოსკოვის მექანიზმი, იმდენად გაძლიერდა გარე ძალებისგან, იმდენად გაძლიერდა ცივილიზებული სამყაროსგან ზეწოლა, რომ შეუძლებელი გახდა უბრალოდ ამდენ ხანს ამ სირაქლემას პოზაში ყოფნა. შესაბამისად, თან ასევე პლუს დაემატა ამას გურამ როგავას ჟურნალისტური გამოძიებაც, სადაც იდენტიფიცირებას ახდენდა ერთ-ერთი ჯარიაშვილის ჟურნალისტური გამოძიებაში. შესაბამისად, უკვე შეუძლებელი გახდა მათთვის ისე ამ სირაქლემას პოზაში ყოფნა. ამიტომ მოუწიათ რომ მინიმალური ლუკმა გადმოეგდოთ ადამიანებისთვის და ეხლა უკვე იმას არიან ამოფარებულები, რომ ვითომ აი 5 ადამიანი დავაკავეთ და ესე სამართლიანობა აღდგა. იგივე მოხდა ზუსტად იმ შემთხვევაში, როდესაც გორშის პოლიციელებმა ცემეს 2 ადამიანი, სადაც 11 პოლიციელი მონაწილეობდა ადამიანების ცემაში, დააკავეს მხოლოდ 6 ადამიანი. ეს არის უკვე ამ ხელისუფლების ხელწერა, რომ როდესაც სხვა გზა აღარ რჩება, ცდილობს რომ მინიმალური მსხვერპლი გაიღოს იმისთვის, რომ თავისთავი წარმოაჩინოს ილუზიურად, რომ თვითონ სამდგას სამართლობის სხვა არის რეალურად. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული ოცნების პირობებში რა პერსპექტივა აქვს პოლიციის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტების გამოძიებას? თავიანთი ჩვენ უკვე დავინახეთ ის ნათლად ჩანს, რომ
არანაირად არ ცდილობენ არაფრის გამოძიებას, სანამ ფაქტი არ ექნებათ ცხვირს წინ დადებული, სანამ ვიღაც არ გადაიღებს კადრებს და უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნებათ, რომ ამის გამოძიება მოახდინონ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამის ჩემი კადრებიც, მაინც არ ხდებოდა ამის გამოძიება, სანამ საერთაშორისო წნეხი არ გაიზარდა და სანამ ჟურნალისტური გამოძიება არ ჩატარდა, სადაც დადგინდა ერთ-ერთი სპეცრაზმერის ვინაობა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული ხელისუფლების კეთილნებაზე, რომ გამოიჩენს სამართლიანობას და მოინდომებს სამართლიანობის აღდგენას და ამ საქმეს გამოიძიებს. ეს არის უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ მის ინტერესებში არ შედის სამართლიანობის აღდგენა. ერთადერთი რაც აქვს მათ ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ თამეთის ძალაუფლება, რომელიც დაფუძნებულია პირდაპირ ამ ძალოვან სტრუქტურებზე. შესაბამისად არ არის არანაირი იმედი თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ ამ კუთხით და არ ვაიძულებთ რომ გამოიძიონ ეს